ხალხი აგენტი არ ხარ ხალხი მოგავს იოსაიდისთან აგა там პირველი უპრინციპო აგენტი არ ხარ ქართული ოცნების ლიდერების და მათი პროპაგანდისტების დამახასიათებელი ტექსტებით გიორგი გახარიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დახვდნენ. კადრებში კარგად ისმის შეურაცხმყოფელი ფრაზები და ჩანს როგორ ესვრიან კვერცხებს პარტია საქართველოსთვის ლიდერს და ამავე პარტიის წევრს ელგუჯა ხოგრიშვილს. ამავე კადრში ჩანს აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელიც არათუ ვითარების განმუხტვას ცდილობს, არამედ ტერიტორიას სწრაფი ნაბიჯებით შორდება. ქვეყანაში სადაც ყველგან პოლიციაა, დღეს მართლწესრიგი ვერც აეროპორტში დაიცვეს. USAID აღარ გაფინანსებთ ბატონო გიორგი, ეხლა გადაწყვეტეთ რომ ევროპას ემათხოვროთ. მიუნხენიდან თბილისში დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოყრიშვილზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ადამიანებმა გაავრცელეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს მასალა გაასაჯაროვა, ჯგუფ ანტიმაედნის ადმინისტრატორი ლიზა გეგეჭკორი იყო. პროპაგანდისტმა, რომელიც აქტიურადაა ჩართული მზია ამაღლობელის და მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციაში. ადამიანებზე ძალადობა არის, დაპირებული მშვიდობა და ღირსება არის, როგორც იქცევიან. ანუ ყველაფერი საპირისპირო სახე მიიღო ივანიშვილმა, რა დაპირებითაც მან თავის დროზე აიღო ძალაუფლება, ხო ასე. ანუ ეს კიდევ ერთხელ ეს დაბიო მდარე ესთეტიკა დღევანდელ სახეს და რეალობას წარმოაჩენს ყველაზე კარგად. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ტერმინალებში მგზავრთა უსაფრთხოებაზეა, პასუხისმგებელი განმარტებები არ გაკეთებულა. ფორმულას გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე საჯარო სივრცეებში აღარც ქვეითად მოსიარულე პატრულ ინსპექტორები შეგვინიშნავს, რომლებიც წესით წესრიგს უნდა იცავდნენ და მუდმივად ტერიტორიაზე უნდა იყვნენ. ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები დარწმუნებული არიანო პოლიციის უმოქმედობა შემთხვევითი არც ამ თავდასხმის დროს იყო და მიაჩნიათ, რომ პარტიის ტიტუშკებს პროვოკაციის მოწყობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც დაეხმარნენ. ძალიან კაფეო ჩანს ვთქვათ ვიზიტის მიზნები, ვიზიტის ამოცანების შემდეგ შედეგები უშუალოდ და ეხლა ეს აბსოლუტურად ამაზრდენი და სამარცხვინო ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა. სავარაუდოდ აქ მთელი სახელმწიფო რესურსი სხვადასხვა სამსახურები იყვნენ ჩართული, იმიტომ რომ გიორგი გახარია როდის დაბრუნდებოდა, რომელ რეისს ჩამოყვებოდა და ასე შემდეგ, ეს არის ოპერატიული ინფორმაცია, ესე ვთქვათ, სავარაუდოდ ოპერატიულად მოპოვებული ინფორმაცია. სატელევიზიო არქივი არაერთ თავდასხმის და პროვოკაციული მოქმედების ამსახველ მასალას მოიცავს. არაერთ შემთხვევაში გამოძიებას დროული და ობიექტური შედეგი არ ქონია. ტიტუშკები ხან გააბრაზებულ თბილისელებად, ხან ქუჩური მენტალობის პატივისმცემელ ადამიანებად გვევლინებიან. ასე ცდილობს პროპაგანდა ამ უკანასკნელი თავდასხმის შეფუთვას. ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რა თქმა უნდა, რომ ეს ქართულ ოცნებას დააბრალოს და მე უკვე ვაღნიშნე, რომ ჩვენი ხელწერა არასდროს არ ყოფილა. ოლიგარქის თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ თავდასხმა და პროვოკაციები მათი ხელწერა არ არის. ოცნების წევრები ცდილობენ მომხდარი გახარიას ინტერესებს დაუკავშირონ, თან ყველაფერს საკუთარ ამომრჩევლებს აბრალებენ და ძალადობას ახალისებენ. ჩვენ ყავს 1,100,000-ზე მეტი ამომრჩეველი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქიდან ძალიან ბევრი იქნება უკმაყოფილო ბატონი გახარიას ნაბიჯებითაც, დანარჩენი ოპოზიციონერების ნაბიჯებითაც და შესაბამისად, ვიღაცამ შეიძლება ესე გამოხატოს თავისი უკმაყოფილება, ვიღაცამ სხვანაირად, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ყველას მოუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ თუნდაც ესეთი ტიპის ქმედებებისგან. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იმასაც კი ვერ აკონკრეტებს, ფორმალური გამოძიება მაინც დაიწყება თუ არა უწყებაში, რომელსაც წლების წინ თავად გახარია ხელმძღვანელობდა. ჩვენ სწავლობთ ამ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება გავხორცევთ. ანუ გამოძიება დაიწყო უკვე. სწავლობთ აღნიშნულ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება გავხორცევთ. ცნებად გასვა ამ ყველაფრის უკანო გახარია ამბობს. გითხარით და გაგეცდოს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გამოძიებას არ გაუჭირდება ინციდენტში მონაწილე იმ პირების დადგენა, ვინც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პოლიტიკოსებს და ქართული ოცნებისთვის მიუღებელ აქტივისტებს უსწორდებიან. თუმცა გომელაურის უწყება დუმს. სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის თანამშრომლები კი ანალოგიურ პროვოკაციებზე ღიად მიანიშნებენ.